მოცემულია მსჯელობა, რომლის თანახმადაც სამხატვრო სალონში გაყიდული ყოველი ნახატი ზეთის საღებავებითაა შესრულებული ან ნატურმორტს წარმოადგენს. შესაბამისად, რადგან სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ნახატი არ წარმოადგენს ნატურმორტს, ამიტომ ის არ არის შეძენილი სამხატვრო სალონში. ეს წინადადებები, რაც წავიკითხე, ერთმანეთს ეჯახება, ანუ არასწორი არის და რატო? იმიტომ რომ ნახე სამხატვრო სალონზე, როდესაც იწყებს ავტორი საუბარს, მანდო ხო რა ნახატიც კი გაიყიდაო, ზეთის საღებავებითაა შესრულებული ან ნატურმორტს წარმოადგენს. ეხლა აქ ტესტი რაზე არის? ხელოვნებაზეა? არა. ტესტი არის ან ნაწილაკზე, ხო, სინამდვილეში, რაზეც ისევ და ისევ ჩვენს მოსწავლეებთან უკვე 180 დღეზე მეტი ვსაუბრობდით, ხო? ან ნაწილაკი ნიშნავს ერთი ძალიან ნაწილაკი როცა არის მოცემული, ხო, წინადადებაში. ან ერთ მოვლენას და ის რომ მოხდეს და მეორე არა. ან ნაწილაკი იძლევა იმის საშუალებას, რომ მეორე მოვლენა მოხდეს და პირველი არა, ერთი ძალიან ნაწილაკი მაქვს ხედველობაში და როდესაც სწორედ ეს ერთი ძალიან ნაწილაკი წერია, ორივეს მოხდენის შესაძლებლობაც თავისუფლად არსებობს. ანუ მაგის საპირწონედ ლოგიკაში არსებობს ორი ძალიან ნაწილაკი. თუ ავტორს იმის თქმა მოუნდებოდა, რომ შეუძლებელია ზეთის საღებავებით შესრულებული ნატურმორტი არსებობდეს, მაშინ ასე იტყოდა: სამხატვრო სალონში გაყიდული ყოველი ნახატი ან ზეთის საღებავებითაა შესრულებული, ან ნატურმორტს წარმოადგენს, ეგ სხვა რაღაცა იქნებოდა. მაშინ სახეზე გექნებოდა მხოლოდ ანუ ის რაც ზეთის საღებავით იქნებოდა, ნატურმორტი ვერ იქნებოდა და რაც ნატურმორტი იქნებოდა, ზეთის საღებავით ვერასოდეს იქნებოდა. მაგრამ არ წერია ორი ან ნაწილაკი. ესე იგი შეიძლება რომ ზეთის საღებავებით შესრულებულ ნატურმორტზე იყოს საუბარი. რატო? იმიტომ რომ ერთი ძალიან ნაწილაკი ორივესაც ნიშნავს. ან ნაწილაკის ერთი ცალის დარღვევა მხოლოდ ის არის, რომ არც ერთი არ მოხდეს. ანუ თუ სამხატვრო სალონში არაფერი არ გაიყიდება, არც ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი და არც ნატურმორტი, ეგ დარღვევა იქნებოდა. ხო და რატო არის ეს წინადადება შეცდომა? იმიტომ რომ მე ასკვნის, რომ შესაბამისადო, რადგან სასტუმროს ფოიეს სხვა რაღაც არის, ვიდრე სამხატვრო სალონი, ხო? რადგან სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ნახატიო არ წარმოადგენს ნატურმორტსო, ამიტომ ის არ არის შეძენილი სამხატვრო სალონშიო. ნახე, ნატურმორტი არ არის გასაგებია და სამხატვრო სალონში ნატურმორტებიც არის, ხო? მაგრამ შეიძლება რომ ესე დავინახოთ ეს მოვლენა, ნახე, ნახატი არ წარმოადგენს ნატურმორტს, თუმცა შეიძლება რა იყოს? ნატურმორტი არ იყოს, პორტრეტი იყოს ადამიანის დაუშვათ და რითი იყოს შესრულებული? ზეთის საღებავებით, ხო? ანუ თემა ისაა, რომ სასტუმროს ფოიეში გამოტანილი და გამოფენილი ნახატი რო არ არის ნატურმორტი, დასკვნის სახით აპრიორი ვერ იტყვი, რომ სამხატვრო სალონში არ უყიდიათო, იმიტომ რომ სამხატვრო სალონში იყიდება ასევე ზეთის საღებავებით შესრულებული ნიმუშები. და კი ბატონო, ზეთის საღებავით შესრულებული ნატურმორტი ვერ იქნება სასტუმროს ფოიეში, მაგრამ სამაგიეროდ ზეთის საღებავებით შესრულებული სხვა ტიპის ნამუშევარი ხო შეიძლება იყოს, ხო? და ამიტომ რაზეა საუბარი? რაღაც ნახატზეა საუბარი კონკრეტულზე და სასტუმროს ფოიეში გამოფენილია ეგ ნახატი და ეგო ნატურმორტი არ არისო, ესე იგი სამხატვრო სალონში არ გვიყიდიაო. რატომაც არა? ანუ შეიძლება რომ ეგრეც იყოს, რომ ეს ნახატი არ ყოფილიყო შეძენილი სამხატვრო სალონში, მაგრამ არის ალბათობა, რომ ყოფილიყო კიდევაც. ანუ ეს ნახატი ზეთის საღებავებით რომ იყოს, ხო? სამხატვრო სალონში შეიძლებოდა ეყიდათ. ამიტომ დასკვნა არ არის შეძენილი სამხატვრო სალონში არასწორია. ხო და კითხვა რა არის? ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უნდა დაემატოს ამ მსჯელობას წანამძღვარში,
რომ მსჯელობა ლოგიკურად მართებული გახდეს. დიახ, წანამძღვარი ეწოდება იმ წინადებას, რომელიც წინ უძღვის და არა წინამძღვარი. წინამძღვარი მონასტრების და ტაძრების არსებობს, ხო? წანამძღვარი წინადადება, რაც წინ უძღვის. ხო და ნახე, ესე იგი, ადასტურებს ავტორი, რომ ეს ორი წინადადება ერთმანეთს ვერ ავსებს, იმიტომ რომ პირიქით კონტრადიქციაში, ანუ ერთმანეთს უპირისპირდება და რომელი უნდა ჩაამატო ამ ხუთიდანო, რომ ლოგიკურად სწორი იყოსო და გეთქმოდესო, რომ მართლაცო ნახატი, რომელიც სასტუმროს ფოიეშია გამოფენილი, ხო? ნატურმორტი რომ არ არის, ამიტომ ვერც იქნება სამხატვრო სალონში შეძენილი. აბა, გავეცნოთ ვერსიებს. ავერსია. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ყოველი ნახატი ფანქრითაა შესრულებული. ნახე, ავერსია გეუბნება, რომ რაც კი გამოფენილი ნახატებია სასტუმროს ფოიეში, სულ ყველაფერი, ყოველი ნახატი ფანქრითაა შესრულებული. ეხლა ჩვენ წეღან ვამბობდით, რომ ნახატი, რომელიც სასტუმროს ფოიეშია, ნატურმორტი არ არის და მაინც შეიძლებაო შეძენილი ყოფილიყო სამხატვრო სალონშიო, იმიტომ რომ ყოფილიყო ზეთისაღებავებით შესრულებულიო, ხო? ეგ სწორია. მაგრამ თუ ის თემა ემატება ამ ამბავს, რომ გამოფენილი ნახატებიდან ვერაფერი, მათ შორის ეს ნახატი, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს, თუ ეგ და სულ ყველა ნახატი, რაც მან ტკიდია, ხო, ფოიეში, თუ ყველაფერი ფანქრითაა შესრულებული, ნუ ფანქარი იგივე ზეთისაღებავი არ არის. ხო და ნახე, სამხატვრო სალონში გაყიდული ყველა ნახატი ან ზეთისაღებავითაა შესრულებული, ან ნატურმორტია, ან ორივე ერთად არის. და თუ ფოიეში ნახატი არ არის ნატურმორტი, ერთადერთი შანსი გვრჩებოდა, რომ ეს ნახატი დაშვების დონეზე ყოფილიყო სამხატვრო სალონში შესყიდული, იმიტომ რომ ზეთისაღებავით ყოფილიყო შექმნილი. მაგრამ ახლა ეგ ვარიანტიც გამოირიცხა, იმიტომ რომ ყველა ნახატი თუ ფანქრითაა შესრულებული, სამხატვრო სალონში უბრალოდ ფანქრით არაფერს ასრულებენ. ხო და ესე იგი ეგ წინადადება თუ ჩავამატეთ ამ ორს შორის, ან დასაწყისში, ან გინდაც ბოლოში, გამოდის, რომ ეს ნახატი, რაც სასტუმროს ფოიეში არის, ხო, მართლაც ვერ იქნება შეძენილი სამხატვრო სალონში, იმიტომ რომ სამხატვრო სალონი გთავაზობს სამ რაღაცას: ზეთისაღებავებით შესრულებულ ნამუშევრებს, ნატურმორტებს, ან ნატურმორტებს, რომლებიც ზეთისაღებავითაა შესრულებული. თუ ყველაფერი სასტუმროს ფოიეში ფანქრითაა შესრულებული, ესე იგი ზეთისაღებავით ვერ იქნება, ანუ ზეთისაღებავის სყიდვა, ხო? ზეთისაღებავით შესრულებული ნახატის სყიდვა სამხატვრო სალონში უკვე გამორიცხულია და თუ ასევე გამორიცხა ავტორმა ის, რომ ნახატი ნატურმორტი არისო, ანუ ვერ იქნებაო, ნუ ყველა შესაძლებლობა წაგერთვა, რომ სამხატვრო სალონიდან რაიმე მოგეტანა სასტუმროს ფოიეში. დიახ, ამიტომ დასკვნა სწორი იქნება. არ ყოფილა ეს ნახატი შეძენილი სამხატვრო სალონში, რადგან არც ზეთისაღებავი არის და არც ნატურმორტი. თუ ყველაფერი ფანქრითაა, ესე იგი ნახატი იქნებოდა ფანქრით შესრულებული, ნატურმორტი არა და რავი, პორტრეტი ვიღაცის სიტყვაზე, ხო? ეს ვარიანტი. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი არც ერთი ნახატი არ წარმოადგენს ნატურმორტს. კაი, ანუ ეს ნახატი, რაც სასტუმროს ფოიეშია და რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს, ეგ არ არის ნატურმორტი და უფრო მეტიცო, არც ერთი ნახატიც არ არის ნატურმორტიო. ეგ არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სხვა ნამუშევრები, რაც, ნუ, ცხადია ნატურმორტები არ იქნება, ხო? ბეპასუხის თანახმად. სხვა ნამუშევრები, ის პორტრეტები იქნება თუ სხვა რაღაცა, ხო? აი ეგენი ზეთისაღებავით იყოს შესრულებული და თუ კი დაუშვებთ, რომ ზეთისაღებავით არის შესრულებული, შესაძლებელია ეგ ზეთისაღებავით შესრულებული ნახატები სწორედ სამხატვრო სალონში ეყიდათ. ამიტომ დასკვნა, რომ ის არ არის შეძენილი სამხატვრო სალონში, შეიძლება მცდარი იყოს. ხო? ნატურმორტები არ გაქვს, სამაგიეროდ პორტრეტები გაქვს. შეეკითხებოდი, საიდან გაქვს ეს პორტრეტები, ხო? და გეტყოდა, სამხატვრო სალონში ზეთისაღებავით დამიმზადეს. დიახ, ეგ
მაინც გაუმართავი იქნებოდა მსჯელობა, იმიტომ რომ ბოლოში წერია არ არის შეძენილი სამხატვრო სალონშიო. შეიძლება იყიდო ზეთის საღებავის პორტრეტი. ამიტომ ნატურმორტები რო არ არის, ეგ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ხო? მაინც რჩება კითხვის ნიშანი, ხო შეიძლება ზეთის გეყიდა სხვა რაღაცა ტიპის ნამუშევარი. გევარიანტი სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ნახატი ზეთის საღებავებით შესრულებული ზღვის პეიზაჟია. ხო და ნახე ნატურმორტი იგივე პეიზაჟი არ არის, ეგ გასაგებია, მაგრამ არაუშავს ზეთის საღებავებით სად შრომობენ სამხატვრო სალონში, ხო? მან ტყიდიან მასეთ ნამუშევრებს. ხო და რო შეეკითხებოდი სასტუმროს თანამშრომელს ან ვისაც ევალება, ხო, სტაფს, იქ ვიღაც ხელოვანი იდგება და შეეკითხებოდი, რომ აი ეს გამოფენილი ნახატი, ხო? რომელიც ნატურმორტი არ არის, ხო? ეს რომ არის ზეთის საღებავებით შესრულებული ზღვის პეიზაჟი, ხო? აწერია დაუშვათ, რომ აი ზეთის საღებავებით შესრულებული ზღვის პეიზაჟია. სად იყიდეო და გეტყოდა სამხატვრო სალონში შევისყიდე. ხო შეიძლება ეგრე გითხრას, იმიტომ რომ სამხატვრო სალონი იძლევა საშუალებას ზეთის საღებავების შეთავაზებისა. ხო და ამიტომ ის არ არის შეძენილი სამხატვრო სალონში. შეიძლება კი სხვაგან როგორ არ შეიძლება სხვაგან გეყიდა, მაგრამ ხო არის შანსი რომ სამხატვრო სალონში გეყიდა. იმიტომ რომ იქ ზეთის საღებავების ამბავი არსებობს რა. არის ეგეთი ნახატები იქ სამხატვრო სალონში, რასაც ზეთის საღებავებით შეასრულებდნენ. და შეიძლება იქ მისულიყვნენ და ეყიდათ ზეთის საღებავის ზღვის პეიზაჟი. ნატურმორტი არ არის, მაგრამ ზეთის საღებავი პეიზაჟი იქ იქნა ნაყიდი. ამიტომ არ არის შეძენილი სამხატვრო სალონში დასკვნის სახით ასე ვერ ვიტყვით. მერე დ ვარიანტი. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ნახატი ზეთის საღებავებითაა შესრულებული. ზუსტად იგივე მსჯელობაა. დ ვარიანტი რას ნიშნავს, რომ უბრალოდ ზღვის პეიზაჟი მოაკლო ავტორმა, ხო? არაუშავს, როგორც მეკითხარი, შეიძლება ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტი იყოს და ეგ ზეთის საღებავები საიდან გაქვსო, ხო? სამხატვრო სალონში ვიყიდეო ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტიო გეტყოდა. ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომ აი რახან ნატურმორტი არ არის, არ მიყიდია სამხატვრო სალონში, იმიტომ რომ თემა ასე დგება, რომ რახან ნატურმორტი არ არის, აუცილებლად არ გიყიდია? არა, შეიძლება იყიდე პორტრეტი და ზეთის საღებავებით შესრულებული. შეიძლება იყიდე ზღვის პეიზაჟი და ზეთის საღებავებით შესრულებული. ამიტომ ეგეც არ არის შეძენილი დასკვნის სახით ვერ იტყვი რა. და ბოლო, სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ზოგიერთი ნახატი ნატურმორტს წარმოადგენს. ეხლა ეგ არ არის დაპირისპირება, იმიტომ რომ თუ სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ეს კონკრეტული ნახატი არ წარმოადგენს ნატურმორტს, ნახეთ როგორი რაღაც არის გასაგებია, ეს კონკრეტული ნახატი არ არის ნატურმორტი, მაგრამ სასტუმროს ფოიეში შეიძლება სხვა ნახატებიც იყოს გამოფენილი, მხოლოდ ერთი ცალი ხომ არ არის. ხო და თუ გამოფენილი სხვა ნახატები, ანუ ზოგიერთი სხვა ნახატი ნატურმორტს წარმოადგენს, მით უმეტეს ეგ ნატურმორტი შეიძლება სწორედ სამხატვრო სალონიდან შეესყიდათ. უფრო მეტიც შეიძლება ზეთის საღებავებით შესრულებული ნატურმორტიც კი ყოფილიყო. ანუ ეგეც უნდა გვესმოდეს, რომ თუ რაღაც გამოფენილი ნახატი ერთი ცალი არ არის ნატურმორტი, მეორე კედელს რომ შეხედავ, შეიძლება იქ სხვა ნახატი დაგხვდეს, ხო? და ის იყოს ნატურმორტი. აქ არ წერია, რომ სასტუმროს ფოიეში გამოფენილი არც ერთი ნახატი არ არისო ნატურმორტიო, ხო? წერია ერთ კონკრეტულ ნახატზე და სხვა ნახატი რომ იყოს ნატურმორტი შეიძლება. ხო და თუ შეიძლება ასევე სამხატვრო სალონში კონდეს ნაყიდი და როგორც გითხარი, თვით ზეთის საღებავებითაც იყოს შესრულებული. თუ არ იქნება ზეთის საღებავებით შესრულებული, ეგეც პრობლემა არ არის, რადგან იმ ალბათობას ვერ სპობს, რომ მაინც აქ გეყიდა სამხატვრო სალონში და მერე ფოიეში ჩამოგეყიდა. ამიტომ არ არის შეძენილი სამხატვრო სალონში, ყოველთვის სწორი უნდა იყოს დასკვნა და ვარიანტი პირიქით მაგის ალბათობას უშვებს, რომ იყოს შეძენილი. იქნებოდა ხო სწორი, რატო? იმიტომ რომ თუ შევაჯამოთ ხო სამხატვრო სალონში ყველა ნახატი ან ზეთის საღებავითაა შესრულებული, ან ნატურმორტია, ან ორივე ერთად არის და სასტუმროს ფოიეში გამოფენილი კონკრეტული ნახატი ნატურმორტი არ არის.
და თუ იმას დაუმატებ, რომ ყველაფერი, ყველა ნახატი სასტუმროს ფოიეში რაც კი შესრულდა, ფანქრით იქნა შესრულებული, ესე იგი შეუძლებელია, რომ სამხატვრო სალონში მიხვიდე და რამე იყიდო. რატო? იმიტომ რომ არც ნატურმორტია. ესე იგი სამხატვრო სალონში არ იყიდდი. და ზეთისაღებავი რომ იყიდო, დაპირისპირებაში მოხვალ აპასუხთან, იმიტომ რომ ის გეუბნება ყველაფერი ფანქრითაა შესრულებული, ხო და ფანქარი იგივე ზეთისაღებავი არ არის. ანუ თუ ყველაფერი ფანქრითაა შესრულებული, ის ალბათობად წაგერთვა, რომ ზეთისაღებავი გესესხა, გეყიდა სამხატვრო სალონისგან, ანუ ზეთისაღებავით შესრულებული ნახატი. ხო და მასე გახდება მსჯელობა მართებული და ბოლო წინადადება უბრალოდ ასე იტყოდი, რომ რადგან სასტუმროს ფოიეში ვარ, ნაშრომი არ არის ნატურმორტი და ვერც ზეთისაღებავით შესრულებული ნახატი მექნება, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემთან ფანქრითაა შესრულებული, ესე იგი ეს კონკრეტული ნიმუში სამხატვრო სალონში არ გიყიდია. დიახ, ეს კონკრეტული ნიმუში, რადგან ის არც ნატურმორტია და ვერც ზეთისაღებავით იქნება პირველი ვერსიის თანახმად. ყველაფერი ნახატით თუ არის, სხვაგან გიყიდია ეს ნახატი. ფანქრით იქნებოდა შესრულებული და იქნებოდა ან მართლა პეიზაჟი, ან პორტრეტი, ან სხვა რაღაცა. კარგი.